მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. სოფლიო ჩემპიონატის სტარტის პარალელურად გრძელდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და ბუნებრივია ჩვენც აქ ვართ. რეზისთან ერთად ვიმყოფები. რეზი პირველ რიგში მოგესალმები. როგორ ახარ? კარგად. გამენათევი? არა, გამენათევი არა. მაგრამ ორივე თამაში ნანახი მაქვს. ძალიან კარგი. თუმცა დღეს სოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვისაუბრებთ, მაგისთვის გვექნება დრო. დღეს ვაპირებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გავაშუქოთ. ჩვენს უკან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბათ ყველაზე მცირე მანძილით დაშორებული სტადიონის მქონე გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ მიხეილ მესხზე თამაშობს საშინაო მატჩებს იბერია 1999 და სულ გვერდით მიხეილ მესხი 2-ზე სპაირი. შესაბამისად დღეს იბერია ნომინალური მასპინძელი და უმასპინძლებს მოკლედ სპაირს. როგორ შეხვედრას ელოდები ამას კითხავ პირველი. ალბათ იბერია ფავორიტად უნდა ჩავთვალოთ, ჭირდებათ გამარჯვება. თან ხსნათ პაუზის შემდგომ ბრუნდებიან, სანაკრებო პაუზის შემდგომ და ეს მნიშვნელოვანი სტარტი იქნება მათთვის. დარჩენილი ტურებისთვის რაღაც კარგი ბიძგის მიმცემი უნდა იყოს და უკვე ნელ-ნელა უნდა დაიწყოს იბერიამ ფიქრი ევროტურნირებზეც, ხო, რომელიც მოახლოვდა. რაღაც ორი ტური დარჩათ სათამაშო. ამის ჩათვლით სამი ტურია დარჩა. ამის ჩათვლით სამი დარჩათ სათამაშო და შემდეგ უკვე ფაქტობრივად უნდა გადაიწყონ ევროტურნირების რეჟიმზე. კი ბატონო, სპაირზეც რო ვთქვათ, 1-2 სიტყვა, სპაირი ისე ჩამოყალიბდა, რომ აშკარად გავარდნისთვის, უბრალოდ დარჩენისთვის მებრძოლი გუნდია. ამ მომენტისთვის არის მე-7 პოზიციაზე და 20 გოლა აქვს. გორის დილა ამ მომენტისთვის იქ მე-8 ადგილზე, ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ გორელებს რაღაცა აერია სიტუაცია და სპაირიც მოკლედ იქ ტრიალებს რა. სანაკრებო პაუზები ახსენე რეზი და აუცილებლად სათქმელია ანდრეა ბარტიშვილის ძალიან კარგი სანაკრებო პაუზა. 19 წამდებლებმა წარმატება სამწუხაროდ ვერ მიაღწიეს, თუმცა თავად ანდრეა ბარტიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი მატჩი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ანუ ევროპულ ტურნირების შესარჩევს კარგ ფორმაში შეხვდება ანდრეა და ბუნებრივია ძალიან ახლოს უნდა დავაკვირდეთ ამ ფეხბურთელს, ხო ეგრეა? ხო, აი გახავთ დღესაც იქნება შანსი, პანენკა გაიტანა, ის პენალტი თვითონ გამოიმუშავა და საერთოდ ძალიან ეფექტური იყო. ისლანდიასაც გაუტანა, შეხვედრაში ძალიან ეფექტური იყო და ნახოთ ახლა საკლუბოდანაც და იბერიასთვის ერთ-ერთი თავარი დამწყვლელი ძალა აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ 1 ივლისიდან როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, იბერია კიდევ უფრო გაძლიერდება და დაიმატებს რამდენიმე ფეხბურთელს, იმიტომ რომ გვაქვს ინფორმაციები, რომ მოლაპარაკებები პრინციპში მიმდინარეობს. მოკლედ, მატჩის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთი დარჩა, თქვენ კი აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გისურვებ, რომ კარგი თამაში ვნახოთ. მანამ სანამ დავიწყებთ, ხაბსჯის მოუხადოთ, მადლობა აუცილებლად ჩვენს მეგობარ კომპანიას. სულ რამდენიმე დღეში დაიდება ვიდეო ბათუმის დინამოს მაისურის გათამაშების, გამოვავლენთ გამარჯვებულს და მადლობა მოკლედ ხაბსჯის ყველანაირი ინფორმაცია ხაბსჯის შესახებ არის აღწერაში და შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ და ათვალიეროთ, კარგი აქციები აქვს, მათ შორის დღეს ვათვალიერებდი და მეგობრებს მოკლედ და თქვენც გირჩევთ რომ იმეგობროთ ამ ძალიან კარგ კომპანიას. წავედით. საფრანგეთს ნაკრები არ ეყოლებოდა. ხოდა ფეხბურთის შეგრძნება გაქვია. ლებო, აცგო! აცგენა! ბრავო, ლებო! მატჩის მე-18 წუთზე იბერიამ გახსნა ანგარიში და ანდრეა ბარტიშვილმა მოახდინა ეს რეზი. სხვათა შორის გიორგი ჯინჯოლავა შტატიანი პენალტისტი იბერიაში, თუმცა დაუთმო. კი, და ჯინჯოლავასაც ცალკეულ უცავდნენ, ანუ აშკარად ალბათ გუნდში ცდილობდნენ რომ მას უნდა დაერწყო, მაგრამ დაუთმო. ხო, ახალგაზრდა ტალანტს. მოედანზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. შენ პირველ კადრში ახსენე ბარტიშვილის პენალტი 19 წლამდელებში კარგად შესრულებული და პრინციპში ეს გარდაისახა შიდა ჩემპიონატშიც და ბარტიშვილმა საკმაოდ კარგად შეასრულა, მაინც დამაჯერებლად ბრუნო ფერნანდესის სტილში. წახტომა გააკეთა და. კი ბატონო. რაც შეეხება თამაშს ეს 20 წუთი რო შევაჯამოთ, რაც პრინციპში ვნახეთ, იბერია აშკარად ფლობს უპირატესობას, ამართლებს იმ ფავორიტის სტატუსს, რომელიც შენ ახსენე. სპაირის მხრიდან ბევრი მომენტი არ გვინახავს, თუმცა ვნახეთ ბევრი მიღებული რაღაცა დაზიანება. ხო, აი ძალიან ბევრჯერ გაჩერდა თამაში ამ ტრამვების გამო. თუმცა იბერიას უფრო ქონდა ერთი ძალიან სახიფათო მომენტი ქონდათ, როცა
ცარიელ კარებში კაფემ ვერ გაიტანა. ვერ გაიტანა და ნუ კიდე იყო რაღაც საფრთხე და თვითონ პენალტამდე კომბინაცია ძალიან ლამაზად გათამაშდა. ერთ-ერთზე დატოვეს მეკარესთან და ნუ გუეჭველი პენალტი იყო. კი ბატონო, ხო, ზოგადად პაუზები ბევრია, ხორავას ჯენერი ხორავა ამ საჯი და ახასიათებს ძალიან ბევრს წვენს და ფაქტობრივად ყველაფერზე წვენს. მოკლედ 21 წუთისთვის იბერია ამარცხებს სპაიერს, ამართლებს თავის ფავორიტის სტატუსს და ჯერჯერობით მიდის 3 ქულისკენ, თუმცა სპაიერი მებრძოლი გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ესე მარტივად არაფერს არ დაათმობს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება შეხვედრა. დავასრულეთ რეზი პირველი ტაიმი. მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ უფრო მეტით უნდა იგებდეს იბერია. და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ის, რომ მხოლოდ 1-0 ანგარიში. რამდენიმე პერსპექტიული შეტევა ქონდა და 3-2-ზე, 3-3-ზე და რაღაც ვერ გაათამაშეს ბურთიან ვერ მიიყვანეს მოკლედ ლოგიკურ დასასრულამდე. მაგრამ ტაიმის ბოლოს ერთ ძელს მაინც გაარტყეს საჯარიმოში დიდი ხანი ტრიალეს და მოკლედ ნუ ჯერჯერობით არაფერი ჩანს ესეთი რომ მერია ვერ მოიგოს ეს თამაში ვნახოთ. ხო, უბრალოდ ეგ არის რომ 1-0 საშიში ანგარიშია. აქეთ სპაიერის მეკარე ბუხუთი ფუტკარაძე საკმაოდ კარგად გამოიყურება, ორი სეივი დაუგროვდა და მე ვფიქრობ რომ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გუგან ერგაძეს გუნდი შეეცდება რომ მეორე გოლი შეაგდოს და გადაწყვიტოს ასე ვთქვათ მატჩის ბედი. სესო, რა უნდა ქნან ჩვენმა გამომწერებმა? უნდა დაალაიქონ ეს ვიდეო და უნდა გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი. მატჩის 59 წუთზე რეზი სპაიერმა შეძლო და გაათანაბრა ანგარიში. პირველ ტაიმში მე ვთქვი. ხო, პირველ ტაიმში მე ვთქვი რომ 1-0 საშიში ანგარიშია მეთქი. რატომღაც ველოდი რომ იბერია მეორე ტაიმს აქტიურად დაიწყა და თუმცა მოხდა პირიქით. შესვენება სპაიერს უფრო მოუხდა როგორც ჩანს. აშკარად მეორე ტაიმის დასაწყისში გეგიაძეს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი და მეკარე მაუღო. თუმცა სპაიერი მებრძოლი გუნდია თქო ეს ძალიან ბევრჯერ გვითხოვს და პრინციპში აქაც დამტკიცა და დადასტურდა. მოახერხეს გოლუბიანმა, მოახერხა გოლის გატანა, თუმცა გეგიაძის კარგი თამაში უნდა ვახსენოთ აუცილებლად, იმიტომ რომ გეგიაძემ შექმნა რეალურად გოლი, ძალიან კარგად მოატყვა იბერიელთა ცენტრალური მცველი და ფაქტობრივად საისაკი გოლკეთა მერე უკვე დამუყურა. ხო და აი მეორედები ჩემპიონატს და მთელი იბერიელ პესაჯარი ნიკარის საჯარიმოში იყო შეკეტილი და ნუ შევარდა იქ შეძლო. კი ბატონ, მოკლედ 1-1 გვაქვს, რა თქმა უნდა, ნერგაძის გუნდი პრეს სავარაუდოდ არ დაჯერდება, თუმცა იქნება კონჩეტოები ეჭვი არ მეპარება და სპაიერი ეცდება რომ მაქსიმალურად შეაწუხოს და შეავიწროვოს მეტოქე. მე მგონი რომ კი, სტადიონზე განწყობა მშვენიერია, სესოს ხასიათს ეგ ეტყობა. იბერიას გულშემატკივრები აქტიურობენ და პრინციპში ეს დადებითად აისახება უშუალოდ ატმოსფეროზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ. მოკლედ ნახოთ, წინ საინტერესო ნახევარი საათი გვაქვს, ერთ-ერთი რის თქმაც და დამატებაც მინდოდა არის ის, რომ მეორე ტაიმში საბა ზაგანია გაიყვანა ნერგაძემ და გუკა გოშტელიანით გააძლიერა შეტევა, ნუ ნომინალური ცხრიანის გარეშე ხშირად არ თამაშობს ხოლმე. ნუ გოშტელიანს არ ვიცი რამდენად შეიძლება ეწოდოს ნომინალური ცხრიანი, იმიტომ რომ უკნიდან ხშირად თამაშობს ხოლმე. ნახოთ მოკლედ შვენივრად გამოიყურება სპაიერი, შენი თქმის არ იყოს, ნამდვილად მოუხდა შესვენება და კარგი დარიგებები მიიღეს მწვრთნელისგან როგორც ჩანს. და ეხლა მიყანეს დარტყმამდე, მიყანე. არა, განმუხტა იბერია. ნახოთ მოკლედ, ნახოთ როგორ გაგრძელდება მატჩი.
ანუ რა არის მიზეზი ამ დიდი წევების აქვს ზამფერიული თამაშების და ზამძიმე თამაშების. ხო, ნუ რეალურად ჩვენი მთავარი პრობლემა რაც ამ სეზონში არის, ვართ პირველ ადგილზე, თუმცა სტაბილურად ვერ მოვახერხეთ თამაშების გადაბმა, მოგებების ასე ვთქვათ და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ის, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელია და ფაქტიურად წინა სეზონიდან მოყოლებული რეალურად სასტარტო შემადგენლობაში 5-6 ფეხბურთელი შეიცვალა. უკვე საკმარისი დრო არის რეალურად გასული, რომ უფრო მეტად შევთამაშდეთ, მაგრამ მაინც ახალგაზრდული ასაკი, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს. მიყავს გუნდი იქამდე, რომ არასტაბილურად გამოვიყურებით. თუმცა ეხლა დღევანდელი თამაში რო შევაფასოთ, მე ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. უნდა დაგვემთავრებინა თამაში პირველ ტაიმში და ზოგადად ფეხბურთში ესე ხდება, ისე როცა ჯობნი გუნდს პირველ ტაიმში და ამდენი საგოლე შანსი გაქვს, უნდა გამოიყენო ეს მომენტები და მიიყვანო თამაში ლოგიკურ გამარჯვებამდე. თუ ეს ვერ გააკეთე, მე და შემდეგ არის საფრთხე ის თუ რაც დაგვემართა. ტაიმებს შორის ძალიან დიდი ცვლილება არის გუნდის თამაშორის. ანუ პირველ ტაიმს ყოველთვის სლავრად იწყებს და მეორე თითქოს შედეგის შენარჩუნებაზე თამაშობს და აი ამაზე რა კომენტარს გააკეთებ. ანუ ის რომ შესვენებაზე ჩემი მითითებაა რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე ვილაპარაკო, ეს ჩემი მითითება არ ყოფილა. ვერ შევძელით მეორე ტაიმის იმ დონეზე, ზოგადად ძალიან რთულია რომ გუნდმა ორი ტაიმი ერთ დონეზე ჩაატაროს. თუმცა პირველი ისეთი კარგი ტაიმი ქონდა, მეორე ტაიმი ნორმალურად მოგვეთამაშა, წესით ვიყვანდით თამაშს გამარჯვებამდე, მაგრამ ზუსტად ეგ არის რა, ანუ მენტალურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თამაშის მიმდინარეობას, როდესაც ამდენ მომენტს აფუჭებ. რა თქმა უნდა, გუნდზეც მეტყველებს მე და ხასიათებს და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ეს გარდამტეხი მეორე გოლი ვერ გავიტანეთ და უკან დავისაჯეთ. დანარჩენი ჩემი მითითება ეს არ ყოფილა, რომ თქვა 1-0-ზე ვითამაშოთ და ამ ანგარიშის შენარჩუნებაზე. 16 არის წილის კრა და ეხლა ნელ-ნელა იწევს ინტერესი ქართული ფეხბურთის და ზოგადად ეროვნული ლიგისთვის, იმიტომ რომ ეს ყველასათვის საინტერესო ევროტურნირები მოდის. აი თქვენი როგორ იმზადებით ამ სერიისთვის, ასე ვთქვათ, და რაიმე გაძლიერება თუ იგებთ? მემზადებით და რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია მე თამაშამდეც აღვნიშნე, რომ დარჩენილი თამაშები მოვიგოთ და პირველ ადგილზე მყარად ვიყოთ, რომ გუნდი თავდაჯერებული შეხვდეს ევროთასებს, ამასთანავე სუპერთასსაც. გაძლიერებას რაც შეეხება, ვმუშაობთ ამ პროცესზე და ველოდებით რამდენიმე ფეხბურთელს, რომელიც უნდა დაგვემატოს. კონკრეტულად უყარების თქმა არ შემიძლია, მაგრამ ველოდებით რამდენიმე ფეხბურთელს, რომელმაც აუცილებლად უნდა გაგვაძლიერონ, იმიტომ რომ ჩვენც ხედავთ, რომ გაძლიერება გვჭირდება და სიღრმის მომატება ასე ვთქვათ. დავასრულეთ მორიგი ვლოგი. ჩემ დაგასაკვირად იბერიამ ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და ფრეს დასჯერდა. ისე რეზი სპაიერმა მოიპოვა ქულა ამ თამაში თუ იბერიამ დაკარგა? მოიპოვა აშკარად, იმიტომ რომ მეორე ტაიმში აქტიურად დაიწყეს და როცა გოლი გაიტანეს, იმის შემდგომაც ნორმალურად იცავდნენ თავს. ბოლო წუთზე მომენტს თუ არ გავიხსენებთ უდუშაურის მომენტს, მე რაღაცა ეხლა უცებ სპონტანურად იბერიას მომენტი არც მახსენდება მე მგონი არც. ხო, მეორე ტაიმი აშკარად ჩაუვარდა და ზუსტად ლოგის დასაწყისში რაც შენ თქვი, რომ ეხლა უკვე, როდესაც ევროტურნირებამდე ფაქტობრივად აღარაფერი არ რჩება, გუნდმა აუცილებლად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გაძლიერდეს და თქვენ გოგან ერგაძის ინტერვიუს ნახავდით, რომ ბუნებრივი ასახელები ვერ გითხრა, თუმცა გუნდი მუშაობს გაძლიერებაზე და რა თქმა უნდა, იბერიას სჭირდება გაძლიერება, ეს პრინციპში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ქუთაისის ტორპედოსთვის არის ეს კარგი საჩუქარი, ვნახოთ ხვალ თუ გამოიყენებს ამ შანსს და კიდევ უფრო თუ შეამცირებს ხაობას იბერიამდე და ნუ პრინციპში ისევე როგორც ცხრილის სათავეში ჩემპიონობისთვის, ქვევითაც დაძაბულობა გველის ერთ-ერთი აი ეს ტყიბულის მეშახტე არის აუტსაიდერი 10 ქული ჯერჯერობით და ნახოთ თუ გამოასწორებს, იმიტომ რომ სათამაშო კიდევ და კიდევ ბევრი. ჩვენს გამომწერებს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ დაალაიქონ ეს ვიდეო, ხო სესო? უნდა დაალაიქონ ეს ვიდეო და ახლოს მოდი. ვიდეო და უნდა გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი. სწორია. წავედით მაშინ გემშვიდობებით შემდეგ ვლოგამდე. კიდევ ორი ვლოგი გვექნება, მანამ სანამ დაახლოებით ერთვიანი არ დადაგებით დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი, თუმცა ევროტურნირებს ბუნებრივია აუცილებლად დავფარავთ. ევროტურნირები არის ის პრინციპში, რაც განსაკუთრებით გვაინტერესებს ხოლმე. ჰაბჯის მოუხადოთ კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიას და ბექაც ცდილობს რომ რაღაც მიმანიშნოს რას მეუნები. ხო, სუპერთასებია ივნისის ბოლოს, როგორც ვიცი, 16 ივნისს გვაქვს კენჭისყრა და გავარკვევთ ქართული კლუბების მეტოქეებს ევროტურნირებზე და მოკლედ დაძაბული და დატვირთული ივნისი გვალის და ივლისში რა თქმა უნდა ევროტურნირებზე ჩვენი ყურადღება იქნება სრულად მიმართული. გემშვიდობებით უკეთესი ფეხბურთის იმედით. ნახვამდის.